ისრაელმა ჰამასი ღაზის ჩრდილოეთ ტერიტორიაზე ავიათავდასხმების განხორციელების შესახებ გააფრთხილა. ებრაულმა მხარემ პალესტინას მოქალაქეების ევაკუაციისკენ მოუწოდა. პარალელურად აფეთქებები მოხდა ისრაელი ღაზის საზღვარზე, სადაც ებრაული არმიაა მობილიზებული. ზოფო ფულკარაძის მიმოხილვა. ეს ღაზის სექტორია ისრაელის ანტიტერორისტული ოპერაციის პირველი ფაზის ამოქმედების შემდეგ. ოფიციალური თელ-ავივის მტკიცებით სახმელეთო რეიდი რეგიონში მანამდე გაგრძელდება, ვიდრე ჰამასი თელ-ავივის მიმართულებით რაკეტების გაშვებას არ შეწყვეტს. ებრაულმა მხარემ პალესტინამ მშვიდობიანი მოქალაქეების ფარად გამოყენებაში დაადანაშაულა და რეგიონში მსხვერპლის რაოდენობის ზრდაზე პასუხისმგებლობა ორგანიზაციასა და მის მოკავშირეებს დააკისრა. ჩვენ მოთმინებითა და თავშეკავებით მოქმედებას გავაგრძელებთ. სამხედრო კამპანიის მიზანს სრული პასუხისმგებლობითა და აგრესიით მივაღწევთ. მშვიდობას ჰამასსა და სხვა ტერორისტულ დაჯგუფებებზე მნიშვნელოვანი დარტყმებით აღვადგენთ. ებრაული არმია მზადაა მოვლენების ნებისმიერი სცენარის განვითარებისთვის. მიუხედავად ისრაელის სამხედროების ინტენსიური მოქმედებისა, პალესტინის საზღვარზე სარაკეტო თავდასხმები მაინც არ წყდება. ებრაული არმიაც ახალი სამხედროებმა 1200-მდე სამიზნეზე ავიადარტყმები განახორციელეს. მეზობელ ქვეყნებს შორის დაპირისპირებას კიდევ 18 უდანაშაულო პალესტინელი ემსხვერპლა. ნუ თუ ეს ღაზას სექტორში ადამიანის უფლებების დაცვაა. ჩვენ მხოლოდ სიკვდილის უფლება გვაქვს. აი აქ არის ებრაელების მიერ დახოცილთა ცხედრები. მთელი ოჯახი დაიღუპა. ომსა და სიკვდილიანობას გაურბიან პალესტინის მოქალაქეები. ღაზის სექტორი კიდევ 900-მდე ადგილობრივმა დატოვა. მანამდე რეგიონის ჩრდილოეთ ტერიტორიიდან მოსახლეობის ევაკუაციის მოწოდება გაავრცელა ოფიციალურმა თელ-ავივმა. ხელისუფლებამ კი მორიგი ავიათავდასხმა დაანონსა. მოხარული ვარ, რომ ამ ადგილს ვტოვებ. ჩემი შვილებისთვის ღაზაში დარჩენა უსაფრთხო არ იქნება. შვილებთან ერთად ვიქნები, მათ აღარ შეეშინდებათ. ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებები საერთაშორისო ზეწოლის ფონზე მიმდინარეობს. გაეროს უშიშროების საბჭომ მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვის გამო ღრმა მწუხარება გამოთქვა. გაერომ დაპირისპირებულ მხარეებს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის, მოქალაქეების სიცოცხლის დაცვის სიტუაციის დეესკალაციისა და მშვიდობის აღდგენისკენ მოუწოდა. უშიშროების საბჭოს წევრებმა ისრაელი-პალესტინას პირდაპირ მოლაპარაკებების დაწყება და კრიზისის პოლიტიკურ დონეზე მოგვარება ურჩიეს. ღაზას ჩანდაცვის სამინისტროს მონაცემებით 6 დღიან კონფლიქტს 160-ზე მეტი პალესტინელი ემსხვერპლა, მათ შორის 30 ბავშვია. სარაკეტო იერიშების შედეგად 1000-ზე მეტი სამოქალაქო პირი დაშავდა.